ხონდა მე კიდე ვფიქრობ ამ ჩემს საყვაროდ ჩემი ცოლის დაქალებში რატო არ არის ადრე რო იყო ეს გამოვალი მდგომარეობა ბოლოს სიმღერით რომ თავდებოდა რა მაგარი იყო მაგის გარეშე არ შეიძლება ხონდა იცი რატო არცალიათ თურმე არცალიათ არა რატო არცალიათ იმიტომ რომ ყველა მათ მნახველს ელოდებიან ერთ კონკრეტულ ადგილს კონცერტები პაკეტები ინტერვიუები საფალია და გული და ვერ მოასწარეთ ბილეთის აღება დაამატეს ერთი კონცერტი. ერთი კონცერტი დაამატეს და ერთი დღეს ჩვენ დავამატეთ ერთი ნომერი ასე. გამავალი მდგომარეობა ემზადება ნანატრი კონცერტისთვის, რომელსაც არა მხოლოდ სერიალის მაყურებლები, არამედ უკვე მუსიკალურ გულშემატკივრებით დიდი ხანი ელოდებოდნენ. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მიხარია რომ ამბით მოხვედით ჩვენთან, წარმოგიდგენთ დამავიწყე შენი სახელი და გვარი. ბექა ჰარტი. ესო ქარტი არა, ეროვნული გვარია, ბესო ქარტი. კარგი. სათო გაბუნია ვანიკო თახმიშვილი ჯგუფის დანარჩენი წევრების ფრონტმენი, ჩემი ფრონტმენი. ეს რა დღედან მიხოცილაო. ბესო ქარტი ვარ. ბესო ქარტი. ამაზე ადრე ჩვენთაში ვისაუბრია სულ როგორი ის არის თქო ამბობდით მაშინ თქო რომ რა კარგი ჯგუფი გამოგივიდათ ამასობაში და ხო არ გადმოევა რეალობაში ნუ რაღაცა ახლა ხუმრული მე კარგად მახსოვს ხახატო კონცერტი რომ მიყავდა ჩვენ მაშინ ჩვენ რაღაცა მაგ თემაზე ვხუმრობდით ხუმრობის საბაბი იყო ხო შეძახილმა ხე გაახმოკია რა ჩვენთან უფრო კაი ოპტიმისტური ვარიანტი რა მოიფიქრეთ დაგვეგრა კონცერტი ფაქტია რომ ხალხი ნიშნავს ეს რომ სერიალის სხვა გმირებით გაცოცხლდებიან და გადმოვლენ რეალობაში ნუ ყავს ერთი კანდიდატი ყავს ამოვაყვინთინოთ ვინმეს მინგეჩაურის წყალსაცავში ამას გულისხმო ან პოლიტიკაში გაუშვათ ბაბულიკები ვერ დაივიწყეთ არა ცოტნე გვინდა ქართულ პოლიტიკაში ცოტნე უნდა პოლიტიკაში სხვათა შორის ძალიან კარგი პერიოდი არის ახლა პოლიტიკაში ახალი ძალისთვის და ნამდვილად აი დროა ზუსტად ვიფიქრეთ ამაზე ჯერჯერობით გამოვა მდგომარეობის კონცერტები არის რაზეც განსაკუთრებულად ვიშაოთ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვემზადებოდით ამისთვის იმიტომ რომ ჯგუფი სერიალში ერთია და ეხლა რეალურად მუსიკის დაკვრა მერე და მთელი კონცერტის დაკვრა ну ელემენტარულად მომზადება ჭირდება რაღაც მეცადინეობა თან მე ესე ვანიკოს გიტარის დაკვრას სწავლად მოუხდა ხო გადავიფიქრე თან ესე უყურები ფონოგრამა თან ფონოგრამას ისე ამოწმებენ რომ ფონოგრამითაც ვეღარ დაუყო ვერაბადა გინდა არ გინდა ლაივში უნდა იმღერო და პარალელურ კონცერტებს ვერ გავაკეთებ თბილისში და ქუთაისში ლასკავი მაინც და ამიტომ ნუ მომზადეთ 7-ში და 8-ში საღამოს 9 საათზე გვექნება პარასკევს და შაბათს ორი კონცერტი და გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა ბილეთებზე რაც მოსახლეობაში ძალიან מחარებს მოსახლეობაში ჩვენ გადავწყვიტეთ რომ კიდევ ერთი კონცერტი დავამატოთ კვირას 9-ში საღამოს 6 საათზე 7-8-9 საათზე როგორი ადამიანი საღამოს 6 საათზე კვირას საღამოს 6 საათზე კიდევ ერთი კონცერტი დაემატება ივენთ ჰოლში ჩამეთვალე ახლა შენ ის რაღაცები რაც აუცილებელი იყო ხო რომ რეპერტუარი არ გითხოვს ხელა სოლო კონცერტისთვის კიდევ რეპერტუარია საჭირო რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეპერტუარი ფსიქოლოგით ნომროვი გვაქვს არა არის სხვა საქართველოს საუკეთესო კომპოზიტორები მუშაობენ ოქროს ფონდი ჯგუფის რეპერტუარზე გაძარცვეთ ოქროს ფონდი საუკეთესოები არიან უკაცრავად არა სხვა სიმღერებიც არის რაც ჟერდა სერიალებში თუ კიდე სხვაც არის თუ ძირითადი სიმღერებია და არის დათო გაბუნიას ძველი სიმღერები აი თავარი სიუპრიზი რაც არის თვითონ მოყვეს დათო სიუპრიზი არ მოყვება აღმოჩნდა რომ რეპერტუარში შევიტანეთ ძველი ვიტამინის ჩემი ყოფილი რა ახლს არსებობს უბრალოდ ეს 10 ვაიზე ვარ დროებით შვებულებაში ძველი სიმღერები შევიტანეთ რეპერტუარში და იმ უკვე გაჟღერებული სიმღერებით სხვანაირი ჟღერადობით იქნება ლაივისთვის მოვამზადეთ ეგრე ძნელი არის ყო ის რასაც მიშა საუბრობდა და გეგონა თუ არა ამდენი სირთულე ვთქვათ წინ უფრო ვანიკოს უნდა ვკითხო ეს იმიტომ რომ მუსიკასთან რაღაც პირველი ესეთი შეხებაა სამოყვარულო ქონდა მანამდე პირველია ხო და რაღაც პროექტში ხო მღეროდი შენ არა ესე მღეროდი საერთოდ მაგრამ არა მუსიკალურ პროექტში მიმღერე რამე ვღეროდა მახსოვს ეს რაღაცებს მონრივოს ფაშამალო კარგი გაცო რაღაცა არსებობს ლაივში სიმღერა ანუ ესე კიდე სხვა არის და როცა უკვე ჯგუფი უკრავს და ბევრი ინსტრუმენტია რაღაც აქ უკვე სხვანაირად ხდება ყველაფერი და აქ სხვა მოთხოვნები კი არა და სხვა მზადყოფნა მჭირდება ძალიან
რთული არის ჩემთვის პირადად ძალიან რთულია მართლა. მეცადინე. კი, მოვიდა იმ თხოვნით რომ ხმარ მაქვსა და რა გავაკეთო, მასწავლე. ჩვენ რა უთხარით, მე მაგას ვერ ვიტყვი რა უთხარი, მაგრამ. არა, ბაიკო მასწავლა ძალიან არ დაგავიწყდეს ალოე პირში. ალოე პირში. ალოე პირში და კიდე ეს არის. ისაც ხმა არ აქვს ალოე პირში. ფრონტმენობა როგორ მოიგე მითხრა, იმიტომ რომ ჯგუფი მოყვება შენ, ლიდერი ხარ ფაქტიურად, ნახე. ო, და ეს არის თქო საპასუხისმგებლო ყველაზე დიდად თქო პირველი კონცერტისთვის, თან როგორ ფრონტმენი კიდე სხვანაირად ჟღერს, ფშლის. ხრებში და ესე შემიძლია ფრონტმენი. ფაქტიურად ფრონტის წინახაზე. ფრონტის წინახაზე ვარ. ორი ფრონტი მეგონა და ახლა უკვე მესამე ფრონტიც გვაქვს კვირას 6 საათზე. აი ამ სერიალიდან წამოსულმა იდეამ რომ აი ესეთი ჯგუფი შეიქმნას და ამ ჯგუფის გემოვნებამ და ასევე იდეამ რომ აი ეს ძველი ქართული სიმღერები აბსოლუტურად მივიწყებული აი აბსოლუტურად ირონიით და სარკაზმით რომ თუ ვინმე წაიღიღინებდა ან ესე გაიშაკირებდა უცებ როგორი ხიბლი ახალი სიცოცხლე და თურმე რა კარგი ყოფილა რეალურად მაგრამ ესეც თქვენი დამსახურება არის და როგორ აიტაცეს თავიდან აი სულ სხვა თაობამ აბსოლუტურად სულ სხვა თაობამ ეს სიმღერები და რამდენხანის სიცოცხლე გაუგრძელეთ ახლა თქვენ კიდე იმიტომ რომ აი ემოციურად რაღაც ემოცია არის რა ამ სიმღერაში შენ საერთოდ ცუდი მელოდია არ არსებობს რა და ყველა მელოდიას ისათ მაგრამ ამ ძველ სიმღერებში მთავარი რაც აღმოვაჩინეთ რომ არის ძალიან კარგი პოეზია რა ამას ვიყავით ცოტა თანამედროვე პოპ მუსიკაში ყველაზე ძალიან რაც პირადად მე მაკლდა იყო პოეზია ნაფიქრი რო არის ტექსტზე და ზუსტად შესრულებული და იქ არის რაღაც ადგილები არის ხოლმე რასაც ჩვენ ვცვლით და ეს ამ ჯგუფის ერთ-ერთი ვიშკა რომ სადღაც ერთ სიტყვას რომელიც უბრალოდ ხმარებაში აღარ არის შევცვლით ხოლმე რაღაც შედარებით დახლით მაგრამ მთლიანობაში ამ ძველ სიმღერებს თავისი კონცეფცია აქვს რა დრამატურგიული ტექსტის რომელსაც მიყვება და აი ეს გამოკითხაობა და წვიმა და აი ეს ტექსტი მხოლოდ იმისთვის რომ რაღაცა თქვას ვოკალისტმა არ არის პოეზია რა და აი ამას უჭირავს ამას მოაქვს თავარი დინამოში რა პოეზია დაინახეთ მითხეთ დინამოს რას ლაპარაკობ არ მაგარია მე მანქანაში ვაქვს სულ გამარჯვების გზებზე დინამო ერთ-ერთი ყველაზე გულით დაწერილი დინამო ხო გიყურებთ ეხა ყველაზე გულით და ერთ-ერთი ყველაზე გულით დაწერილი სიმღერაა ეგ ჩვენ რეპერტუარში ადრე აღმოჩნდა რომ უფრო მრავალფეროვნად ცდილობდნენ თავისი გრძნობების გამოხატვას ვიდრე დღეს სამწუხაროდ უახლეს წარსულში რაღაცა კლიშეები პოეზიის გარეშე მუსიკა არ არსებობს და დღესაც თანამედროვე მაგრამ მიშა ეხა რომლის პოეზიას დიდ ყურადღებას ანიჭებს, მაგრამ აი ამ ძველ სიმღერებში ეს იყო პირველი რაც თვალში გვხვდებოდა რა. დიმიტრი თქვა მანქანაში ვუსმენო. ეს მაინტერესებდა. აი დღევანდელი დღეს მორგებულ სიმღერებს არ წერს? კი, როგორ? იმიტომ ჯგუფში მე მგონი ერთადერთი შენ. ახლა უფრო ელექტრონულ ჟანრში ვარ გადართული და იქ ვცდილობ რომ რაღაცა უფრო სხვა, ანუ ქართული მოტივები უფრო სხვანაირად შევფუთო და ბიტების და ბასების ხარჯზე თანამედროვედ მოვასმენინოთ, არა მარტო ქართველებს. აი მაგ სტადიაში ვარ და მაგას ვცდილობ ახლა და კარგი, მე მგონი დრო არა მოვისმინოთ უკვე. პატარა რეპეტიცია არ გაწყენდათ ხო ჩვენს ეთერში. ვიდრე ბიჭები შემოვლენ, ერთი ძალიან მოკლე კითხვა, მოკლე პასუხი მინდა. მანქანაში ვუსმენო, მე არა მაქვს დისკი. ახლა რეპერტუარში შეგროვდა სოლო კონცერტები და გროვდება ეს მეთოდი. როდის გამოუშვებ CD? გადასარევი კითხვა. მე შემიძლია გამოუშვა პირატული. როგორც წესი არის ესეთი რაღაცა თანამედროვე ტრენდი არის რომ CD-ს ნაკლებად ყიდულობენ ხოლმე. და იპარავენ. პირდაპირ ინტერნეტიდან იღებენ და ამიტომ არა, იპარავენ თუ შენ დაცული გაქვს და გინდა რომ არ მოიპარონ, მაშინ ერთობაში ხვია მოპარა. ჩვენ თავისუფლად გვიდევს ინტერნეტში, ყველას ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია აიღოს და ეს მოპარვა და არ ჩაიქროს სამდღიანი კონცერტების მერე თქვენი მაგრამ მომავალი წლისთვის ვაპირებთ რაღაცებს და უკვე ხელმძებლობას გამკაცრდება ცოტა და ხელშესახები გექნებათ უკვე სხვადასხვა ერთი წლის წინ დავაანონსეთ ეს კონცერტი თქვენთან და იყო ესეთი ამბავი თქვენ უძრზეზე საუნდ ჩეკი გავიარეთ რომ ღირდა თუ არა და აი მე ამას დანარჩენ წევრებსაც უნდა ვუხმოთ სტუდიაში გიორგი გოგოჯიშვილი, პაპუნა ჟამიარაშვილი, შათა დარახვალიძე, ოთახმალაძე, გიორგი გაბრიელაშვილი. აბა შემოდით ბიჭები, აბა. პირდაპირ ვიტყებთ. ვა, კარგი ტაშია. ვის? და ჩვენს მაყურებელს ვუტოვებთ ჩვენი განცემის ბოლოს გამოვლელი მდგომარეობის კომპოზიციას.
ძველია თო ქუჩაზე ძველ სიმღერას ვიყიდე თო სიყვარულს გახსენე არც გაძინებ აღარც გასვენე შენ კი მაინც ვერ გამიხსენე თო სიყვარულს გახსენე არც გაძინებ აღარც გასვენე შენ კი მაინც ვერ გამიხსენე დამთობა ძლების უღმართობა ნუ ასე შევიწვალე ჭირიმე შენს ქუჩაზე დავდივარ შენს მაჯრებთან სამლად ვანდივარ რომ ლამაზად გაგიტენოთრე შენს ქუჩაზე დავდივარ შენს მაჯრებთან სამლად ვანდივარ რომ ლამაზად გაგიტენოთრე ეს პირველია, პირველი იქ ნახე რა ამბავი. ივენ ხოლში ნახე რა ყვავილების